გამარჯობა, მე ვარ მარკო, მე ვარ ნინო. დღეს უნდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი. ძალიან უცნაური. ჩვენთვის ესეთი უცხო, ასე რომ ვთქვათ, და გემრიელი, რაც მთავარია გემრიელი კი. კარგი, დავიწყოთ, ბევრი დრო აღარ დავხარჯავთ და რითი ვიწყებთ? ჯერ უნდა ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად. კარგი, კვერცხი გვაქვს, 3 კვერცხი გვაქვს და 150 გრამი შაქარი. გეტყვით, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავისფერი შაქარიც, ანუ 75 თეთრი და 75 ყავისფერი, თუმცა თეთრი შაქრითაც კარგი გამოვა. ნამდვილად. აი მე როგორ წინა ვიდეოებიდან შეშინებული ჩქარ-ჩქარა ვაკეთებ ყველ. ეს ოდნავ გავაერთიანოთ და მე დავუმატოთ შაქარი. ასევე გეტყვით, რომ კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. იცი რატო უნდა იყოს კვერცხი ოთახის ტემპერატურის? არ იმიტომ რომ უფრო ადვილად გაიხსნება შაქარი მაგაში. კვერცხი და შაქარი უნდა ავთქვიფოთ ჩქარი ტემპით. სიჩქარით. მაღალი სიჩქარე, რომ უნდა გავაფუმფულოთ. კი. ახლა უნდა შევიყვანოთ ნელა ზეთი. სცენარეული ზეთი. სადღაც 30 გრამი, სადღაც კი არა და ზუსტად. მე ჩხუბად არ მცემ. შენ ესე წვრილად ჩავასხათ, რომ ნელ-ნელა, იცი რატო? არ ვიცი. იმიტომ. ზეთით შევიყვანეთ. ნელა, წვრილი და გაგვიმხილე რატომ უნდა ზეთი ცხიმი როა და აქ რო გვაქვს კვერცხი, შეიძლება აიჭრას შემთხვევით და ამიტომ უცბად რო ჩავასხავთ ხოლმე, შეიძლება რაღაც ერთგვაროვანი მასა უცბად ვერ მივიღოთ. ამიტომ ცხიმი კვერცხში ეგრე ნელ-ნელა უნდა შევიყვანოთ. ახლა უნდა დავუმატოთ სტაფილო. გახეხილი სტაფილო და გახეხილი უნდა იყოს 150 გრამი. კი, და გაითვალისწინეთ, შეიძლება ხოლმე სტაფილომ გაუშვას წვენი და ის წვენი არ უნდა ჩავაყოლოთ. ამიტომ წინასწარ გავხეხეთ. კი ბატონო. არ გაუშვია წყალი, კაი. ეხლა ეს უნდა მოურიოთ. კი, დაბალ სიჩქარეს. და ახლა უნდა დავამატოთ ფქვილოვანი მასა. კარგი, აქ გვაქვს ფქვილი. დიახ, 120 გრამი ფქვილი გვაქვს. და დავუმატოთ, გაცრილი არის უკვე და შეგვიძლია პირდაპირ არ ჩავაცრათ და ჩავყაროთ. პირდაპირ ჩავყაროთ. სიმინდის სახამებელი. დიახ, 10 გრამი სიმინდის სახამებელი, 5 გრამი გამაფხვიარებელი, 2 გრამი დარიჩინი და ლამაზი მწიკვი მარილი და ესეც ყველაფერი ერთად ჩავყაროთ. და მუსკატიც, ხო? კი, მუსკატიც, თავის გემოს. მუსკატს ესეთ ლამაზ თეთრ სახეხზე გავხეხა. ვისაც ესეთი გაპრანჭული სახეხი არ გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ გახეხოთ სახეხს. ძალიან არ წაიყვანოს თავის გემოს. მგონი ეყოფა, ხო. აქეთ გადმოვდოთ ესეც. და ეხლა ესაც უნდა მოურიოთ. ვანილიც ხო უნდა? კი, ვანილიც უნდა. მოდი ვანილიც თუ ფხვიერი გაქვთ, ამაში ჩავსხოთ. დიდი ჩას. ესაც მოურიოთ ნელ-ნელა რომ გაერთიანდეს. დიდი ხანი მორევა ამას არ სჭირდება. და აქვე შეგვიძლია დავამატოთ გახეხილი ნიგოზი, ან გატარებული, რა ვიცი, წვრილად დაცეხული. თუმცა აუცილებელი არის. ცოტას უზავთ. კავი გაცხრა დასატოვია. ახლა ჩავასხათ ეს ჩვენი მასა, გამოსაცხობ ლანგარში და უნდა გამოვაცხოს 180 გრადუსზე. კი. რამდენი ხანი ვაცხობთ? გრადუსზე, სადღაც 15-20. ხო, ან თან უნდა შეხედოთ, რომ ძალიან არ გადაიხრუკოს. ხო. ჩავასხათ, არის ძალიან თხევადი მასა და არ შეგეშინდეთ ისე ლამაზად. თან გადაანაწილეთ ჩასხმისას. დავიღოთ ეს სილიკონის შპაძულად მით გადავანაწილოთ. ხლათ. ძალიან უცნაური ეს სტაფილო ცუმში.
სტაფილო და ძალიან გემრიელია სალატში. სალატში ფხალი გახეხილი სტაფილო ნიგზით. შემდეგზე ფხალი გავაკეთებ. კარგი. ჩავასხით ყალიბში, ახლა შეგვიძლია გამოვაცხოთ. გამოცხვა ჩვენი ნამცხვარი სტაფილოს ბისკვიტი. ახლა ეს ამოვიღოთ. პირდაპირ მაგიდაზევე დავდოთ და ეს ახლა უნდა დავგრინოთ, რომ მე ჩვენი ბისკვიტი იყოს ძალიან რბილი და დამყოლი. ხა ეს უნდა ესე გადმოვატრიალოთ ლამაზად. პირდაპირ ხობა. უნდა ავაცალოთ ქაღალდი. ძანელა. თუ არ დაზიანდეს, არ გატყდეს და ფორმა არ დაკარგოს, ამ მეორე მხრიდანაც გადავაკრათ. სანამ ჩვენი ბისკვიტი ცივდება, გავაკეთოთ კრემი. ჯერ უნდა გავთქვიფოთ კარაკი. დაიცით რატო? აბა, დარბილებული კარაკი გავთქვიფოთ, უნდა მივიყვანოთ კრემის სტრუქტურამდე, გათეთრებამდე, ასე რომ ვთქვათ. კარაკი დავარბილეთ და გავთქვიფეთ, ახლა უნდა ჩავუვდოთ შიგნით 300 გრამი კრემ ყველი. კარაკი რამდენი გქონდა? 100 გრამი. ამას ყველაფერს კრემ ყველი და აქ გვაქვს შაქრის პუდრი. 60 გრამი შაქრის პუდრია და სადღაც 2 ჩაის კოვზი უნდა. ვაი, ჩამესხავ კაცრო. და ავთქვიფოთ გულმოდგინეთ და ლამაზად. გონი საკმარისია როგორ. კი, კარგად ათქვეფილია, ფუმფულა და თუ თქვენი ნამცხვრის ჯერ არ გაციებულა, სანამ ეს ათქვიფეთ, შეგიძლიათ კრემი შეინახოთ მაცივარში, რომ მე ლამაზად უფრო კარგად წაესმევა. გაცივდა ჩვენი ბისკვიტი ძალიან მალე და ძალიან უცებ-უცებ. და ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა მოვაცილოთ ზედა ფენა, ერთი ფენა ცელოფნის და უნდა გადაუსვათ ჩვენი გემრიელესი კრემი. უნდა ჩამოვაჭრათ გვერდები, რომ მივიღოთ იდეალური ესე. ჩვენი ბისკვიტი არის სუელი, წებოვანივით. ხო. და ესეც უნდა იყოს ეგეთიც. აქ შეგიშინდით. ახლა შეგვიძლია დავკრემოთ. გადაუსვიმით და კრემი. გადაუსვათ. თანაბრად უნდა გადავანაწილოთ ჩვენი კრემი. დიახ. ახლა გადავანაწილოთ. ასე ლამაზად. და ამ ნამცხვრის წარმოშობის თუ დაბადების ისტორია იცი? ეს არის კი, როგორ არ ვიცი, ეს არის ამერიკული, ამერიკაში უყვართ ძალიან სტაფილოს ნამცხრები, მაგრამ სათავეს იღებს ბრიტანეთიდან თურმე. როდესაც შაქრის დეფიციტი იყო, სტაფილოს უკეთებდნენ ნამცხრებში, რომ სიტკბო მიეცათ. ხო. ასე რომ ეს ვინც დიეტაზეა და კალორიულ დეფიციტში იმათვის არის გადასარევი პირველია. დიეტა დილით ამით უნდა დაიწყოთ. ნამდვილად კი. ახლა დავახვიოთ. ცოტა. გინდა მე დავახვიო. საჩალი ჩამბავე, არა კაცო. ან თავარი კარგად დაიწყო. არა, ეგრე ცოტა ნახე, ძალიან. აბა. ესე ქენი ცოტა მიეცი. სურგვალე მიეცი ცოტა და წამოვა. ამით. თუ და მიეხმარო. მოდი მომეხმარე. თან უნდა მჭიდროთ იყოს, გავშვი. ძალიან უნდა აწვევი. თან მჭიდროთ და თან ესე დავახვიოთ. ახლა ეს შევდოთ მაცივარში და შევდოთ მაცივარში. სანამ ეს მაცივარში იდება, რა უნდა ვქნათ? სანამ ეს გაცივდება, გავაკეთოთ ნაღების კრემი, ამოყვანილი ნაღები, რომლებიც არის ამოდი.
რომ ზევიდან გავუკეთოთ რაღაცა ლამაზი დეკორი. ახლა გავაკეთოთ დეკორი. მოსართავი ჩვენი რულეტისთვის. გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავაკეთოთ ნიგოზი კარამელში. კარამელიზირებული ნიგოზი. კარგი. ამისთვის გვჭირდება სქელძირიანი ტაფა, რომელიც იქნება გახურებული და უნდა დავაყაროთ შაქარი. დავაყაროთ 75 გრამი შაქარი. დავაყაროთ და ვაი, ეგრეთე შეეშვი და დადე. შევეშვი და დავ. თავისით დაიწყებს დნობას. შაქარი რო დაიწყებს დნობას, უკვე მე დავამატებთ კარაქს და მე უკვე ნიგოს. და სრულიად უნდა გადნეს. ეხლა უკვე შეგიძლია ნელ-ნელა ესენი მოვიდიო და ნელ-ნელა რომ ეს არ აქნდეს. რომ ეს სრულად გადნეს ჩვენი შაქარი. შაქარი სრულად თუ არ გადნა, მე დარჩება პატარა კრისტალები. კარგი. დავამატოთ 25 გრამი დაახლოებით კარაქი. და ეს მოვიდიო. შეურიე კი და ცხელი იქნება და ფრთხილად. კარაქის უნდა სავარაუდოდ კი და ცოტა სწრაფად უნდა ქნა ეგ რომ ერთიანად კი აი და უნდა დავაყაროთ ახლა ჩვენ ამას ნიგოზი. სადღაც 75 გრამია თქვენ თვითონ ნახეთ თვალის ზომით. და ის ექენი რომ მთელი ეს ნიგოზი ამოევლოს ამ ჩვენს კარამელში. ამოგუნგლოთ ნიგოზი კარამელში. ბატონო. რაღაც 1-2 წუთი მისცეს და მოვხალოთ. შეეყოფა ალბათ ხო? ეს ბონი ამოგუნგლე კარგი. კი და ახლა გადმოვიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე რომ მოშრეს. ეს ნიგოზი დაყარე და ეგ დაასხიზევიდა. და გადაშალე რომ აუცილებლად გაფრთხილდით, იმიტომ რომ კარამელი არის ძალიან ცხელი. სანამ ჩვენი ნიგოზი, კარამელიზირებული ნიგოზი ცივდება, შეგვიძლია გავაკეთოთ ამოყვანილი ნაღები ზევიდან მოსართავად. ამოვიყვანოთ ნაღები, ანუ ამოვიყვანოთ ნაღები. ამოვიყვანოთ ახლა ნაღები. ამოდი. გრეარა, ნაღები. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ნაღებს ამოყვანა ეყოფა? თუ ინარჩუნებს ფორმას და უკვე ეტყობა ხაზები ხოლმე, ესე იგი ეყოფა. ამას ეყოფა ახლა თუ კიდევ? კი, იმიტომ რომ ამას რო დავსვავთ, თქვათ, ხო, შეინარჩუნებს ფორმას. იმიტომ რომ მეტი რო გადათქვიფო, თქვათ, მეტი რო მოგივიდეს ნაღების გადათქვიფა, შეიძლება კარაქი გახდეს. კარაქიც საინტერესო პროდუქტია. ესე იგი ამას ეყოფა თუ ოდნავ 1-2 შემოუღია. ახლა უკვე ეს ამოყვანილი ნაღები, რომელიც იყო შაქრის პუდრთან ერთად. 100 გრამი ნაღები გქონდა და 15 გრამი შაქრის პუდრი. მოვათავსოთ საკრემავ ტომარაში. აი საკრემავ ტომარას ესე უნდა ჩაკეტო ხოლმე, რომ მე არ გამოვა. იცით რატომ ვკეტავ საკრემავ ტომარას? აი ისიც უნდა დაუმატოთ, რომ ნაღები უნდა იყოს 33%-ზე მაღალი, აუცილებლად. საკონდიტროში სხვა პროცენტიანი ნაღები არც გამოიყენება. უფრო დაბალი, თორე ნუ მეტი მაღალი შეიძლება გამოვიდეს. ჩვენი მოსართავი კრემი მზად არის. მოსართავი კრემი მზად არის, დეკორიც მზად არის, ახლა შეგვიძლია უკვე გავპრანჭოთ ჩვენი ნამცხვარი. და მივირთვოთ. დავიწყოთ ახლა განფუთვა, ხო. ჩვენი შეციებული, მაგრამ არც თლათ ისე ვერ ვაცოდეთ ბოლომდე, კაცი. იცით თქვენ ჩვენი ესა? მაგრამ ფორმას ინარჩუნებს. კი, ფორმას ინარჩუნებს. შვენივრად. დიდად გაციება, ნელა ესე თლათ არ დასტრესო. კაი. იზავ თუ ვქნა მოთვა? არა, შენქენი, მაგას მე ვერ ვიცი. არ. ეს გვერდები ხო არ ჩამოვაჭრეთ რომ ამას? კი, უკვე ჩამოვაჭერი და მე გავაკეთოთ. და ამას რა უნდა ვიყოთ? ამ ჩვენ კარამელიზირებულ ნიგოს კიდევ დავამტრევთ და დავადებთ უკვე თავზე, ეს თან იხრატუნებს და თან იქნება გემრიელი. შეიძლება ნიგოზი უფრო წვრილადაც დაიჭრას. აი წვრილად როგორ უნდა? უფრო მეტად ნაკლებად აი ესეთი ფორმა იყოს რა, ანუ არ იყოს ნახევარი ლებანი და
მოვვრთეთ მოვკაზმეთ ჩვენი სტაფილოს რულეტი ტორტი და ახლა დროა მგონი დავჭრათ და გავსინჯოთ. უკვე დროა, კი. ნამდვილად. მგონი მშვენივრად გამოიყურება. ნამდვილად. ვერაფერს ვიტყვით. როგორცა და გაციება 2 საათი. უზადოა მგონი. აბა გაგვიმარჯვეს ჩვენ. უნდა ვთქვათ რაღაც როგორია ხო მგონი. ძალიან გემრიელი. ყველაფერს ერთი და იგივეს ვიძახთ, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია. საჯული გჭირდება აქ. აი სტაფილოდან თუ რაღაც მსგავსი შეიძლება გამოსულიყო. ამ სტაფილოს კექსი რო გემრიელია, ხო ვიცით ყველამ და თანხდებით მაგაზე, მაგრამ ეტყობა ის მუსკატი თავის არომატს აძლევს. ნიგოზიც. კრემყველიც და ის არ ვიცი, მე არ ვიცი. უნდა გააკეთოთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ და მე რო გითხარით გემრიელია მართლა თუ ჩვენ გატყუებთ რამეს? აი წარმოუდგენლად გემრიელია. ჩვენი გემოსთვის თან უცხოა. ადვილად კეთდება ძალიან. ამის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ 2 საათი მაცივარში უნდა დააყოვნოთ. მოკლედ. გააკეთეთ, აუცილებლად. გაგვიზიარეთ, როგორი გამოვიდა. კი არ გაგვიზი რომ გააკეთებთ და გასინჯებ დაგულოცავთ პირდაპირ. დაგულოცეთ და გამოგვყევით. გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, ყველაფერს ვკითხულობთ და გვიხარია. აბა შემდეგ რეცეპტებამდე. ნახვამდის.